ქართულენოვანი რადიო G18 იერუსალიმიდან მიკროფონთან მერიამ შიკაშვილი გთავაზობთ გადაცემას ინტერვიუს პოლკოვნიკ ეფრაიმ მიხალთან, რომელიც ისაუბრებს ღაზა, ლიბანონი, ჰორმუზის სრუტე, ირანი, როგორ ლაგდება ჩვენი მტრების, ისრაელის ქვეყნის მტრების პოზიციები დარტყმა სირია-თურქეთის საზღვარზე, ვინ არის ავტორი, რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში. გამარჯობა, მინდა მოკლევი ხილვა გავაკეთო ყველა პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში თქვენის ნებართვით. ავიღოთ მთავარი თემა, რაც არის ირანთან ბრძოლის თემა. ირანთან სიტუაცია იძაბება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი პოლიტიკური სიტუაციის გამო ვერ აკონტროლებს უკვე იმ სტატუსს, რომ ირანი იყოს დაჩოქილი მუხლებზე და თხოვდეს ამერიკას შემიბრალე ანდა მოდის შეთანხმება გავაკეთოთ, რომ მე ვიქნები კარგი ქვეყანა და არ გავაკეთებ ამას და ამას. ირანელები არ იჩოქებენ მუხლებით, როგორც ამას თქვენთან ვლაპარაკობდი ბევრჯერ და კიდევ მეორებ ირანელები არ დაიჩოქებენ, იმიტომ რომ ირანელებში თავარი პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციები არის დაძაბული, იქ რელიგიის ლიდერები ლიდერობენ და არა სამხედრო გენერლები და ამათში არის კონფლიქტი და რელიგიის ლიდერები იძახიან, რომ ჩვენ ჯიადისტები ვართ და ჩვენ დაჟე რომ მოვკლან და დავხოცონ, ჩვენ დაჩოქებით არ დავიჩოქეთ და სამხედრო გენერლები ეუბნებიან რესურსები გაგვითავდა, სახელმწიფოს უჭირს საჭიროა შეთანხმება გავაკეთოთ ამერიკასთან. მეორე მხრიდან ამერიკა როგორც გემებზე მოცურავე ამერიკა, რომელსაც ბაზები აქვს ახლა აღმოსავლეთში, ოღონდ ხმელეთზე ფეხს ვერ ადგენს ირანთან, უკვე მიხვდა ყველამ, რომ ჰორმუზის სრუტე, რომელიც გახდა მთავარი კონფლიქტი მსოფლიოში ამ ომის, დამთავრდება ისე, რომ ირანს რაღაცა გავლენა ექნება ჰორმუზის სრუტეზე, სადაც გადის 40-50% ნაფთის და გაზის მსოფლიო რაოდენობის. და თუ ომის დაწყების წინ ეს იყო ჰორმუზი სრუტე თავისუფალი ნავიგაციის ადგილი, ყველა მიდიოდა და მოდიოდა თავისუფლად, ყველა ქვეყნები, ვინც არის სპარსეთის სრუტეში, კუვეთი, ბაჰრენი, ემიროიტები, საუდია, კატარი, ირანი, ყველა მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მეაქონდა თავისი ნефტი და გაზი, მსოფლიოში არიგებდნენ, ყიდიდნენ, ეხლა ეს სიტუაცია დაიძაბა და ომის დამთავრება არ შეიძლება ისე, რომ თითქმის უკვე კაფიო არის, რომ ირანმა უნდა მიიზიდოს ჰორმუზის სრუტე თავის საკუთრებად. ეს არის დიდი მსოფლიო სტრატეგიული ადგილი და საერთაშორისო ადგილი და როგორ შეიძლება ასეთი ადგილი მიიზიდოს ერთმა ქვეყანამ. მაშინ რა გამოდის, სადაც სრუტეები არის და სადაც სტრატეგიული ადგილებია მსოფლიოში, თუ სახელმწიფოებმა მიითვისეს, მთელი მსოფლიო გაჩერდება. და დაიწყება ქაოსი კიდევ უფრო დიდი მსოფლიოში. ირანელებმა ამას მიხვდეს, რომ ეს არის სტრატეგიული წერტილი ჰორმუზის სრუტე და უნდათ რომ ომი დაამთავრონ ირანის დანგრევით, როგორ ჰორმუზის სრუტის წაღებით ირანის საკუთრებად. ანდა ბეგარა გადაგვიხადეთ მთელი მსოფლიოს ნავიგაციის ნაფთის და გაზის გადამტანმა გემებმა. ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება. გამოსავალი არის ისეთი, რომ ჰორმუზის სრუტეს ალყა აქვს შემორტყმული ზღვიდან, ოკეანუსიდან, წყნარი ოკეანისიდან და ამერიკა აკონტროლებს ყველა გემს, რომელიც შედის და გამოდის. ეს ძალიან ცუდ გავლენას აკეთებს ირანის ეკონომიკაზე, როგორც არ მოისმინეთ ალბათ ინფორმაცია, წელიწადში არის 100% ინფლაცია. ფულის დათვლა უკვე აღარ ჭირდება თუ აღარ შეუძლიათ იმდენი მილიონზე მეტი ღირს $1.
მილიონ ირანის ვალიუტაზე. ამიტომ წყალი არ აქვს და პროდუქტები არ ვერ შედის და ვერ გამოდის ამ ხელა სახელმწიფოს. და ამერიკა და თავის პროგნოზისტებს ეგონათ რომ ასეთი სიტუაცია თუ იქნება, ქაოსი იქნება და შეიძლება ხალხი აჯანყდეს. მაგრამ მე მინდა სხვა პოზიცია გამოვთქვა, რომ როდესაც ომის დროს კერი ავიწროებს სახელმწიფოს, არ არსებობს ვარიანტი, რომ ხალხმა თავის სახელმწიფოს წინააღმდეგ ადგას. აი წარმოიდგინეთ მეორე მსოფლიო ომი. მოადგა გერმანია მთელ ევროპის ქვეყნებს. წარმოდგენ სახელმწიფო ხალხი თავისი მთავრობების წინააღმდეგ, არა, პირიქით. საბჭოთა კავშირში წარმოდგენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, არა, პირიქით. სტალინის ირგვლივ გაერთიანდნენ და პოლიტბიუროს ირგვლივ ყველა. წარმოდგენ პუტინის წინააღმდეგ, და ზელენსკის წინააღმდეგ ხალხი ახლა ომი რო დაიწყო უკრაინა რუსეთში, არა. მარტო ისრაელში მოხდა პატარა წამოდგომა კაპრალისტებმა ნათანიაჰუს წინააღმდეგ დაიწყეს კაფიცვები, ჩემი აზრით ეს იყო ქვეყნის გამყიდავი ხალხის პროვოკაცია, პულიანი ხალხის, რომელსაც ღმერთი აწამს, ხალხი აწამს. მაგრამ ეს დასაშვები არ არის. ეხლა სიტუაცია ასეთია, ამერიკამ გამოაცხადა გუშინ დონალდ ტრამპმა ეკონომიური ომი ირანის წინააღმდეგ. ოღონდ ირანს რა უნდა? ირანის რა უნდა თუ ყველა აკვირდება რუკას, სპარსეთის სუტი არის ასეთი, ვითომ ხმელეთმა დააღო პირი, მარჯვენა მხარეზე არის ირანი, მარცხენა მხარეზე არის პატარა ქვეყნები, როგორც არის კუვეტი, ბაჰრენი, ემირეთები, კატარი და მე არის დიდი ქვეყანა საუდია და არის იემენი. საუდი ამერიკა ბაზები, რომელიც არის კატარში, საუდიაში, ემირატებში, იცავს ამ ქვეყნებს, რომ ამერიკის მომხრეები იყვნენ და ამათი ნავთი დასული იყოს და ასეთ რამე, მაგრამ ირანს უნდა ეხლა თავისი რაკეტული სისტემით, რომელიც უმაღლესი დონეზე აქვს რაკეტების წარმოება, ეს რაკეტა გამოდგა ყველაზე სტრატეგიული იარაღია ამ ახალ ომებში, როგორც უკრაინა, რუსეთში, ასევე ისრაელთან და ამერიკის წინააღმდეგ. და ამ რაკეტების შეშინებით უნდა ირანს რომ ამ პატარა ქვეყნებმა უთხრენ ამერიკას აგვანგრია ირანმა და მისმა რაკეტებმა მთელი ბაზები დაგვიბომბა, მთელი ნავთის მოსაპოვებელი მინდვრები დაგვიბომბა და თქო წადით ჩვენთან, წადით ამ ბაზებიდან, წადით, სახში წადით. თუ ამერიკამ თავისი ბაზები მოხსნა და გადაიყვანა ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდა ამერიკაში, ორი რამ მოხდება, ამერიკის გავლენა მსოფლიოში დამთავრდება და მეორე რამოდენიმე ცოტა ხანში ირანი ჩაყლაპავს ამ ყველა ქვეყნებს და გაერთიანებული იქნება საუდია, ემირატები, კუვეტი, კატარი, ბაჰრენი, ყველა იქნება ირანის კოლონია. და მაშინ მოხდება ასეთი რამე, რომ თითქმის 70% ნავთი იქნება ამ ირანელი აეტულების გიჟების ხელში. ეს არ არის კარგი პროგნოზი მსოფლიოსთვის, ეგ ევროპაში რო ცხოვრობენ, კარგად გონიათ თუ რუსეთში თუ ამერიკაში თუ სადაც არიან, მთელი მსოფლიო აირება. ნუ ისინი არიან ჯერდიცები და გიჟები. აი ეს არის იქ მოსალოდნელი. ამერიკამ განაცხადა, რომ ჩვენ ველოდებით მომავალ ომისთვის და თუ გუშინ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ ჩვენ ომს დავიწყებთ, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მიზანში, რომ ისრაელი ჩვენ გვერდში იქნება და გვეხმარება. ისრაელი რა თქმა უნდა გამოსავალი არ აქვს. და ისრაელი მიესალმება ომის განახლებას, იმიტომ რომ ირანის ხელში ამხელა იარაღის ატომური იარაღის ბაზის დატოვება და ამხელა რაკეტების სისტემის დატოვება არ შეიძლება. დღეს თუ ქვას დღეს 1 წელიწადში მოგვადგება ისევ უკან. ეხლა ირანი კიდევ ცდილობს, რომ თავისი პროქსი, თავისი გავლენიანი, თავისი პატარა ძალები მსოფლიოში ისევ გააერთიანოს. აი უყურეთ რა ხდება ტეიმანში, იამანში, რომელიც არის საუდიის სამხრეთით, ისინი საუდიას ბომბამენ, საუდიის ნავთის ბაზებს და მოსაპოვებელ გაზის მოსაპოვებელ ადგილებს ბომბამენ და საუდია ამას ვერ უკრავდება და ვერ უწყდება. ატომ აქვს რაკეტების წინააღმდეგ განადგურება არ შეიძლება, განადგურება რაკეტა კიდე გააკეთებენ რაკეტას გაკეთებას არ უნდა დიდი წვენი. უნდა დრო და მასალები მეტი არაფერი. ეს არის ტრუბა, რომელშიც არის ასაფეთქებელი ნივთიერება
რომელსაც აქვს პატარა მატორი, თუ დიდი მატორი და აქვს ნავიგატორი, რომ უთხრას არ დავარდეს. და ასეთი რაკეტა ჯდება რამოდენიმე 10,000 დოლარი და იმის ჩამოუგებელი რაკეტა ჯდება 5-6 მილიონი დოლარი. აი ეს არის სიტუაცია. ამიტომ ჩვენ ჩრდილოეთში სირიაში ისევ იწყება გადალაგება თურქეთი, რომელიც იგბილიდან ესაზღვრება თურქიას, სირიას, იქ უკვე თურქეთი აცხადებს ოფიციალურად ტელევიზორ რადიოში, რომ ჩვენ გვინდა ისრაელები, ებრაელები რო შევაწუხოთ და დაჟე ოცნებობენ, რომ ქალაქის მერიო ანკარის ქალაქის მიერ უნდა და ის იერუსალიმის ქალაქის მერობა რომ აიღოს. და იქ დაიწყეს თავის პოზიციების გაძლიერება. გუშინ და გუშინწინ სამხედრო ბაზა, რომელიც რუსებმა დატოვეს ერთდროს, ხო ის ბაზა დაიბომბა. მე მგონი ისრაელის მხარიდან ისრაელი არ აცხადებს თუ დაბომბა, მაგრამ ერთი არავინ არ არის ამ ბომბავი მატკილების და ეს რომ თურქეთს მიანიშნო რომ შენ სირიაში ვერ შემოხვალ. იმიტომ რომ თურქეთის გავლით შეიძლება შემოვიდეს ისრაელში თურქეთი და თურქეთს უნდა თავის პოზიციები გააძლიეროს. სირიაში ნავთის ბაზების კონტროლიც გააკეთოს თავისთვის და სამაგიეროდ ჯარები გადმოსხას და გაანაწილოს ისრაელის საზღვარზე. ამას ისრაელი არ დაუშვებს. როგორც იგილი და როგორც ტერორისტული ჯგუფები არ დაუშვა ისრაელმა ის სირიის საზღვრიდან შემოსულიყო, ეს არ იქნება. ეხლა ხიზბალა არის არგვებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ლებანში და ისროლის კიდევ თითქმის ყოველდღე უპილოტო რაკეტებს და უპილოტო გრანატარებს, რომელიც ხდება ჩვენ ტანკებს, ნაგმაშებს და ჩვენი ჯარისკაცების ადგილებს და ზოგიერთი იჭრება და ზოგიერთი გადაიცვალენ ბოფორის მწვერვალებზე დაბლა არის დიდი ტუნელები, რომელშიც არიან რამოდენიმე ასობით ტერორისტი დამალული, ამათში ირანელები, რომელიც ასწავლიდნენ მაგათ ტერორს და ცვლიდნენ. და წარმოიდგინეთ თქვენ 2-3 თვეა უკვე აღარ ამოდიან ძევით, მაინც აქვთ საჭმელი, სასმელი შიგნით ტუნელში და ხანდახან ამოძვრებიან და რაღაცა ნაღმებს დადებენ და ასაფეთქებელ ნივთიერებას გამოუშვებენ და აწუხებენ ისრაელის ჯარს. და ისრაელმა შეუტყდა ამერიკას, რომ დიდ დაბომბას ლებანონში არ გააკეთებს, იმიტომ რომ მიდის ლებანონის მთავრობასთან მოლაპარაკება პირდაპირ მშვიდობის დამყარებაზე. ოღონდ ჩვენ რომ ტერიტორიები დაპყრობილი ტერიტორიები დავტოვოთ ლებანონის ტერიტორიები, რომელიც 9 და შეიძლება 15 კილომეტრის სიღრმეში ვართ შესული. დაჟე 19 კილომეტრის სიღრმეში ზოგიერთ ადგილებზე ბოფორის სიმაღლის ჩათვლით, რომელიც არის სტრატეგიული ადგილი, რომელიც თითქმის აკონტროლებს იქიდან მთელი ისრაელის ჩრდილოეთს. ჩვენ რომ ის ადგილები ზოგიერთი როგორც ორი სოფელი დავტოვეთ ლებანონისთვის, ამან ლებანონის ჯარმა უნდა მიხედოს, მაგრამ რა პრობლემა აქვს ალბათონო მერი ლებანონის ჯარში მსახურობენ როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმანები და ასევე შიიტები. შიიტები ეს ნიშნავს, რომ ხიზბალას ტერორისტების ბიძაშვილები, ანდა ძმები და ესენი თავისი ძმების წინააღმდეგ არ წავლიან. აი ესა პრობლემა, რომ ამერიკა ეუბნება ეს მე გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ ლებანონები, ვერ აკონტროლებენ ჩვენ განთავისუფლებულ ტერიტორიებს და ამიტომ უნდათ რომ ისრაელმა გააკეთოს თავისი საქმე, ოღონდ არ დატევოს ის ადგილები და ნათანიამ განაცხადა. სანამ არ აკონტროლებთ, რომ ებრაელები იქნებიან ისრაელები იქნებიან გამოკონტროლებელი ამ ტერიტორიები და სანამ არ დატოვებენ ყველა ტერიტორიას ხიზბალის ხალხი და იარაღს არ დადებენ, ჩვენ მანამდე არ გამოვალთ ლებანონიდან. ეხლა ეხლა რაც შეიძლება
აზაზე რომ გადავიდეთ. აზაზე მოლდანოვი იყო გაერთიანებული მშვიდობის კომისიის გენერალური დირექტორი რუსი მოლდანოვი იყო ისრაელში ჩამოსული, კუშნერი იყო ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტის სიძე, რომელიც ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს სამასთან ეგვიპტის და ამ მშვიდობის კომისიის ირგვლივ და ისრაელმა ნათანიაჰუმ შეხვდა ორივე სამად და განუცხადა არ უნდა ამას ბევრი თამაში და ქაქანიო როგორც ქართულად ილაპარაკებენ თუ ხამასი იარაღს არ დადებს და ეს იარაღი არ იქნება შეკრებილი და განადგურებული არ არის ვარიანტი რომ ისრაელმა მიცეს რესტავრაციის უფლება ხამას და არ არის უფლება რომ ჩვენ შესაძლებლობები დაუშვათ ვითომ ხამასი მშვიდობისკენ არის და იძახის რომ მე იარაღს დავდება ოღონ შემოიტანეთ ტრაქტორები და მატერიალები რომ დავიწყოთ აშენება ისევ მე მინდა მსმენელებს დავუნიშნო რომ ჩვენ კი გვაქვს 65-70% ტერიტორია გაზით დაპყრობილი მაგრამ ზოგიერთ ადგილებზე დიაგონალზე როგორ ვექტორი რო გავაკეთოთ 700 მეტროთი არის დაშორებული ხამასის ტერორისტები ჩვენ საზღვართან წარმოიდგინეთ რომ როგორც 7 ოქტომბერს იყო თუ ისინი ახლა ვარჯიშობენ და კიდევ ემზადებიან თუ ისეთი შემოტევა გააკეთეს 700 კილომეტრის გავლას ღამეში 700 მეტროს გავლას ღამეში უნდა ქალბატონომერი 5 წუთი მეტი არა 7 წუთი და ამიტომ არ არის დასაშვები ის რომ ისრაელმა მიცეს ხამას გავნოიერაღებლად რამე მატერიალები და მშვიდობა და რამე ტრაქტორები რომ ბეტონიანი სახლები და ისინი აუშენონ ანდა წინა და ასეთი რამეები იმიტომ რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ისევე დაბრუნდნენ ბომბების გაკეთებაზე დაბრუნდნენ რაკეტების გაკეთებაზე მიწის ქვეშ გააკეთეს ახალი შტაბები ისინი არ ისვენებენ მინდა დავძინო ის რომ კიდე ჩვენ დაპყრობილ გაზის ტერიტორიაზე ყველა ტუნელები ვერ ვნახეთ და ვერ აი წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა სიძნელეა ტუნელის მონახვა 60-50 მეტროს სიღრმეში როდესაც შენ ტერიტორიაზე ბატონობ მაგრამ არავინ არ გიშლის ხელ მაგრამ ისე არის დამალული ეს ტუნელები რომ ეს არის სტრატეგიული იარაღი ხამასის, როცა შიგნით აქვს ყველაფერი ჩატანილი, საჭმელი, სასმელი, კონსერვები, წყალი, ყველაფერი იარაღი და როცა უნდა შადროება შიგნით და ამოიტანს და გადმოვა შეტევაზე და ამის დაშვების შანსი ჩვენ აღარ აგვაქვს. ამიტომ ნათანიაჰუს სწორი არის რომ სანამ ხამასი იარაღს არ დადებს და ეს იარაღი არ იქნება კონტროლის განადგურებული, მანამდე ჩვენ ხამასის მოლაპარაკებაში ვერ წავიწევთ. არის ქვეყნები, რომელიც საერთაშორისო ჯარები, რომლებიც ისრაელმა მიცა უფლება, ინდონეზიას არ მიცა ისრაელმა უფლება, რომ ჯერები ჩამოიღოს, იმიტომ ისინი არიან ხამასის მომხრეები, თურქეთს არ მიცა უფლება, კატარს არ მიცა უფლება, უგანდის გენერლები იყვნენ ჩამოსული, რომ საქმე ესწავლათ და კიდე განა აფრიკიდან არის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაზე ლაპარაკი, იყო საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოს 2 ბატალიონის მოყვანა გაზაში, მაგრამ ამაზე ინტერვიუს გავაკეთებ საქართველოს ტელევიზიაში, მაგრამ ჩემი აზრით იმის გამო რომ კობახიძე, თავრობის მეთაური საქართველოსი იყო ჩასული ირანის პრეზიდენტის დასაფლავებაზე და ეხლა შავეხაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი ჩასული ირანის რელიგიური ლიდერის ხამინაის დასაფლავებაზე ეს მგონი ეს ტვირთავს სიტუაციას და არ შეიძლება რომ ისრაელმა შეიძლება არ მიცეს უფლება საქართველოს ბატალიონების შემოსვლას აქ გაზაში იმიტომ ჯობია მეგობრულად დავჭერთ და საერთო არ იყოს სიტუაცია ეხლა რაც შეეხება მსოფლიო სიტუაციას ძალიან დიდი იერიშზე გადავიდა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ. უკვე რუსეთის სიღრმეში თითქმის 1000-1500 კილომეტრის სიღრმეში ბომბავს სტრატეგიულ ადგილებს ენერგო
სტრატეგიულ წერტილებს წყლის გამფილტრავ წერტილებს და სტრატეგიულ ფაბრიკებს და ქარხნებს როგორც არის ამაზონი რუსული დაიბომბა ამ კვირაში ზარალია რამოდენიმე მილიარდი დოლარის იწვება ყველაფერი და უჩერეთში დგანან ბევრ ქალაქებში რუსები ბენზინი რო ჩაასხან თავის მანქანაში და ეს უკვე იარკა არის და ცხადია რომ ვლადიმერ პუტინი მე მგონი შეცდა როდესაც ახალი ამოსული ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ნოემბერში რომ აერჩიეს შარჟან წინ იმან დიდი შეთავაზება მიიღო გააჩერე ომი და წაიღეს ტერიტორიები რომელიც დაპყრობილი და პუტინმა რომელმაც ალასკაში ჩააკითხა ტრამპს გააკეთა დიპლომატიური დემონსტრაცია მე ჩამოვედი მიჩოქებენ პატივსცემენ და მე არაფერი არ მივეცია და მე მგონი ეხლა ჯავრობენ რომ ის შეთავაზება არ აიღეს ეხლა რო შეთავაზონ უკრაინას ერთი რუსეთს იგივე ტერიტორიები არ მიცემენ იმიტომ მთელი ევროპა არის გადასული იმაზე რომ დაეხმაროს უკრაინას ყველაფრით იარაღით და სტრატეგიულად უკრაინელების მაგრები არიან ტექნოლოგიაში და გამოდგენ თავის სამშობლოს იცავენ და ჩემი აზრით კრიმში ვაფშე სიტუაცია კატასტროფულია კრიმში დაბომბეს სევასტოპოლში ყველა სტრატეგიული წერტილები გემები ხიდები და ეს სიტუაცია არის ქაოსისკენ და მე მგონია რუსეთს დიდი პრობლემა აქვს ეკონომიური ამ ომის გაგრძელებისთვის იმიტომ რომ ერთადერთი რაც აქვს რუსეთს ეს არის ნავთი და გაზი გასაყიდლად და აქეთ უკრაინას ეხმარება მთელი ევროპა იმიტომ რომ თუ უკრაინა წაიქცა მომავალი ის არის ევროპული ქვეყნები ეხლა პოლიტიკური მიმოხილვები და გავაკეთო ისრაელში რაც მოხდა იყო აქ ერთ-ორ თვეში ისრაელში იქნება არჩევნები ოქტომბრის ბოლოს და უკვე პარტიები ემზადებიან არჩევნებისთვის ყველაზე დიდი პარტია რომელიც არის ლიდერი პარტია დღეს ისრაელში ეს არის ლიკუდი ნათანიაჰუს თავმჯდომარეობით და ამ ლიკუდში იყო პრაიმერისი არის პარტიის წევრები დაახლოებით 150,000 კაცი რომელიც პარტიის წევრები არიან და პარტიის გადასახადს იხდიან მე მგონი 90 შეკელი წელიწადში იმას აქვს უფლება ამოერჩიონ სიიდან ლიდერები რომლებიც უნდათ რომ ნახონ პარლამენტში ლიკუდში არჩევნები მიდის ასე არის გაერთიანებული საერთო სპისოკი რეჟიმა სია სადაც ხალხი კანდიდატები ღებულობენ მონაწილეობას და თავი კეთში ყრიან არის კიდე მახოზები ეს არის რაიონები სადაც ლიკუდის კანონით ყველა რაიონს აქვს ერთი ადგილი შენახული ლიკუდის სიაში რომ რაიონის წარმომადგენელმა იყოს ლიკუდის პარტიის სიაში პარლამენტში მაგალითად თუ 20 ადგილს ირჩევენ საერთო სიაში რაიონების სიაში ირჩევენ 8-10 კაცს ოღონდ ეს ადგილები არის განაწილებული მაგალითად 10 ადგილის ზევით 12-13 ადგილი ერთ-ერთ რაიონს მერე კიდევ 18 თუ 19 ადგილი მეორე რაიონს 25 ადგილი მესამე რაიონს 33 ადგილი მეოთხე რაიონს და ასეთი რამეები და ამაში კიდევ ნათანიაჰუმ მოითხოვა თავისი ლიდერობისთვის ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი 8 ადგილის მინიჭება თავისთვის ვისაც უნდა იმას დასვავს ამ 8 ადგილზე ეს ლიკუდის პარტიის ცენტრმა დაუმტკიცა ნათანიაჰუს მე ზოგიერთმა უჩივლა როგორც იყო პარლამენტის წევრი დავით ბიტანი უჩივლის სასამართლოში პარტიის სასამართლოში და მერე უმაღლეს სასამართლოში მაგრამ ნათანიაჰუმ თავისი გაიტანა და მიიღო 8 ადგილი რომ ნათანიაჰუს აკუფლება ვისაც უნდა დანიშნავს
ამ 8 ადგილიდან ნათანიაჰუმ მაგარი ჭკუა იხმარა 3 ადგილი ყოფილი დღევანდელი მოძრავი ლიდერები შეინარჩუნა როგორც თავდაცვის მინისტრია ისრაელ კაცი უთხრა რომ იმას არ აქვს პოლიტიკური მუშაობის დრო ეხლა სახელმწიფო გაჭირვებაში ტერი გვადგია და ამიტომ ისრაელი კენჭს არ იყრის ისრაელ კაცი და მიცა მას 4 ადგილი ლიკუდში ასევე კაცი ხაიმ კაცი რომელიც არის ლიკუდის პარტიის მთავარი დივანი იმას 18 ადგილი მიცა ამითი გაანალიზა ისინი რომ მომეცით თქვენ ადგილები მერვე ადგილი და მე თქვენ დაგნიშნავ აიგე და კიდე 1 მილიონერი მოიყვანა მე 11 ადგილზე ახლა აქვს ნათანიაჰუს კიდე 5 ადგილის დანიშნვის უფლება ოღონდ რეზულტატი რა იყო არჩევნების უნიკალური პიროვნება რომელიც კალოდონომერი არის ადამიანი რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს ოღონდ ლაპარაკობს ბრუტალურად ეს არის ასე მაგალითად პარლამენტის წევრი ხალხის ტალიკოთლივი მართლა სიმართლეს ლაპარაკობს მოსამართლეების წინააღმდეგ მილიციის წინააღმდეგ თავარი მრჩეველის იუსტიციის თავარი პროკურორის წინააღმდეგ მაგრამ ძალიან ბრუტალური ქალბატონი არის ამიტომ შეიძლება ვიღაცას უყვარს ასეთი სიმართლე მაგრამ ბრუტალურად რო ლაპარაკობს არ მიყვარს აიგე ამიტომ ყველაზე უნიკალური პიროვნება არის ვინც აირჩიეს პირველ ადგილზე ეს არის ელი კოენი ენერგიის მინისტრი რომელიც ლაპარაკობს ყველანაირად როგორც ჩვენი ლაპარაკობენ ოღონ არ ლაპარაკობს ბრუტალურ სიტყვებზე როგორც ჩემ მეგობარი ისე ვიცნობ ძალიან კარგად თუ სიტყვას არ ხმარობს არაფერი შეიძლება გეტყვის ასე ისე რაღაც აგეთ მაგრამ ბრუტალურად ლაპარაკობს მეორე ადგილზე არის ამირ ოხანა პარლამენტის თავმჯდომარე რომელიც იდეალურ პიროვნებად ითვლება მიღებულია ლიკუდში და ლიკუდის პარტიებში და როგორც უჭირავს პარლამენტი ძლიერად მესამე ადგილზე არის იუსტიციის მინისტრი იარიმ ლევინი ეს იმას ნიშნავს რომ იუსტიციის რევოლუცია რომელიც უნდა ლიკუდ რო გაკეთდეს ამაში მხარს უჭერეს ლიკუდის პარტიის წევრები იარიმ ლევინს ესე იგი თუ ვერ გააკეთე მაინც გიჭერს რევოლუცია თუ ვერ გააკეთე რეფორმა უმაღლეს სასამართლოებში და იუსტიციის სამინისტროში მაინც გიჭერს ხართ რომ მეორედან გააგრძელო და გააკეთო რეფორმა მოსალოდნელი იყო ტრანსპორტის მინისტრი რომელიც ძალიან ძლიერი ქალბატონია მეგობარი ჯარიდან პირი რეკები რომელმაც აიღო მე-5 ადგილი და ძალიან სენსაციური იყო ალმოგ კოენი რომელიც ბენგვირის პარტიიდან წამოვიდა გამოეყო ბენგვირის პარტიას შემოერთდა ლიკუდს და ლიკუდში საერთოდ კანონი არის რომ 2 წელი უნდა იყოს ადამიანი წევრი პარტიის რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში მაგრამ ნათანიაჰუ უნდა ლიკუდის მოსამართლეებმა მიცეს უფლება რომ გამოუვალით გოვარობის გამო რომ ალმოგ კოენს ეკენჭი ეყარა ლიკუდში წამოვიდა ალმოგ კოენი ნათანიაჰუსთან ერთი ხელი ჩამოართვა პატარა კინო გააკეთა ტელევიზორში გამოვიდა არც ქუჩაში დაუყენებია ხალხი არც პლაკატები გაუკრია არაფერი და მერვე ადგილზე აირჩიეს ლიკუდის ხალხმა აი ეს სპექტაკლი გამარჯვება კიდევ იყო მომენტი ასეთი რომ რამოდენიმე კვირის უკან უკვე აი მოხდა მე-14 კანალზე რომ ყოფილი იერუსალიმის მერი ნირ ბარკატი დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი როგორც გამოაცხადეს 7 ოქტომბრის ომის დაწყების შემდეგ უჩ უკეთებდა ნათანიაჰუს ოპოზიციის ხალხთან ერთად რომ ნათანიაჰუ ჩამოეგდო და იქ ასულიყვნენ სხვა ხალხი და თავისი ლიდერობა უდოდა ეს გაწყდა და ხალხმა ნირ ბარკატი გადაიყვანა 25 ადგილზე 25 ადგილი არის არარეალური ადგილი იმიტომ რომ როცა პროვინციებიდან შევა ხალხი კიდე ნათანიაჰუს დაჯახშული ხალხი შეიძლება ის მოხდეს 33 ადგილზე და ასე